ან კომფორტული სატარებელია. ეგრეთ წოდებული ტესტ დრაივი გავლილია. ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები მალე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა მარშრუტებზე გავლენ. ახალ ავტობუსებს სტანდარტულთან შედარებით ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. 162 მგზავრზე გათვლილი ტრანსპორტი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ის კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობს და ეკოლოგიურად სუფთაა. 18 მეტრიანი ავტობუსები 200 ერთეული, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია. ყველანაირად გაწყობილია და მზად არის იმისთვის, რომ გავიდეს ხაზებზე და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, რომ სრულად ჩაგვენაცვლებინა და შემოგვეყვანა ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსები და მიკროავტობუსები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. და ამიტომ სადაც შესაძლებელია, კვლევების შემდეგ, სადაც ვიღებთ შესაბამის შედეგს, ყველგან ვაკეთებთ საავტობუსე ზოლებს, რომ ავტობუსმა და მიკროავტობუსმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. დედაქალაქში გრძელმონაკვეთიანი 10 ახალი სატრანსპორტო ხაზი ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ შეიქმნება. 18 მეტრიანი 76 ავტობუსი უკვე 8 მარშრუტზე მოძრაობს. დარჩენილი რაოდენობა კი სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს, რაც დედაქალაქში სასობებს განმუხტავს და მოძრაობას დაარეგულირებს. ამ ავტობუსებით შევასრულებთ იმ გეგმას, რომ 10 სატრანზიტო დერეფანი ექნება ქალაქს 10-18 მეტრიანი მარშრუტი ექნება ქალაქს, ხოლო გამოთავისუფლებული ავტობუსები 12-იანი, 8 მეტრიანი და ასევე მიკროავტობუსები გადანაწილდება ახალ მარშრუტებზე საჭიროებების და მიხედვით. ყველა შეზღუდული ავტობუსი, 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც ჩვენ მერიის დახმარებით შევიძინეთ, უკვე თბილისშია და მზად არის მოემსახუროს ჩვენს მგზავრებს. მომსახურება უფრო კომფორტული იქნება, გაიზრდება მგზავრთა ტევადობა. ახალი ავტობუსების საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც მგზავრების უსაფრთხო, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. 18 მეტრიანი ავტობუსები უკვე ძალიან გრძელ ხაზებზე იმოძრავებენ, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია. უახლოეს დღეებში უკვე ქალაქს ძალიან დაეტყობა აღნიშნული სიახლე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას. მუნიციპალიტეტმა ჯამში 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. პროექტის ჯამური ღირებულება 111 მილიონ ევროს აჭარბებს.